Християздга. 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 Სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი. დღევანდელ კვირა დღეს ეწოდება ბრმის კვირა, იმიტომ რომ ჩვენ შესაბამისი ეპიზოდი, ისტორია წავიკითხეთ ივანეს სახარების მეცხრე თავიდან. დიდი არის მოცულობით, პირდაპირ ვთქვათ, ამაზე თხრობა, ამაზე საუბარს ახლა თავიდან აღარ ვეცდებით, იმიტომ რომ ცნობილი ეპიზოდია. უბრალოდ ერთი რამოდენიმე მომენტია აქ ხაზგასასმელი. როდესაც ბრმა შობილზეა საუბარი, ეს ისეთი ადამიანი კი არ არის, ვინც დაბრმავდა, არამედ დაიბადა ასეთი. და როდესაც მაცხოვარი მიდის, მოწაფეები, რომლებიც დაინახავენ ასეთ კაცს შობიდან ბრმას, ეკითხებიან, რომ ვინ შესწოდა მან თუ მშობელთა ამისთა ესე ბრმა რო ვიშვა. მაცხოვარი პასუხობს, რომ არც ამან სოდა, არც ამ მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს დიდებაი ღვთისაი მაგაზედა. შემდგომ გრძელდება თხრობა ამასთან დაკავშირებით, ტალახი გააკეთა თავისი ნერწყვისაგან მაცხოვარმა, წაუსვა თვალებზე, განკურნა, სილუამში წავიდა ეს კაცი, განიკურნა და აი ამის შემდეგ ხდება იუდეველთა უკმაყოფილება იმის გამო, რომ შაბათს უქმი გატეხა მაცხოვარმა, რადგანაც ტალახი გააკეთა ეს ერთი და მეორე განკურნა, ანუ ექიმობა გაუწია ადამიანს. შაბათის დამარღვეველი, შეურაცხმყოფელი ამ დღისა. ხდება დიალოგი ამ ბრმას, ყოფილ ბრმასა და იუდეველებს შორის და ასევე მშობლებს შორის და იუდეველთა შორის. ეს ეპიზოდი ძალიან კარგად არის ცნობილი. ეხლა ხაზგასასმელი რა არის აქ? პირველი, რატომ ეკითხებიან მოციქულები მაცხოვარს, რომ ვინ შესწოდა მან თუ მშობელთა ამისთა? რატო არის ესეთი უცნაური კითხვა? ეხლა, როდესაც ადამიანი ავად არის, ყოველთვის ცოდვის შედეგი არ არის. ეს რა თქმა უნდა. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანის ავადმყოფობა დაკავშირებულია რომელიღაც ცოდვასთან. ეწევა ადამიანი, შემდგომ შესაბამისი რეაქცია აქვს ორგანიზმს, ლოთობს ადამიანი შესაბამისად და სხვადასხვა ვნებებში, როცა ცხოვრობს, შესაბამისი ავადმყოფობები ვლინდება შემდგომში. ანუ ცოდვა ჩაიდინა და შემდგომ რაღაცა გამოიწვია ფიზიკური ამან. მაგრამ როდის უნდა შეეცოდა ამ კაცს, როდესაც დაბადებული არ იყო, შობიდან ბრმა არის ეს ადამიანი. და მაცხოვარი პირდაპირ პასუხობს, არც ამან სოდა. რას უარყოფს, რას აბათილებს, რომელ აზრს? აი თუ კი ჩავხედავთ ქრისტეს შობამდე აზროვნებას, ჩვენ მივხვდებით რაზეა საუბარი. ბერძნულ ფილოსოფიაში ჩვენ ადრეს გვითქვამს ეს. საერთოდ სხეული ადამიანის განიხილება არა როგორც ღვთისგან შენაქმნი და კურთხეული რამ, არამედ როგორც შედეგი ცოდვისა. აი თუ კი ბიბლიაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ აიღო ღმერთი, მიწამტვერი, გამოძერწა ადამიანის სხეული და ამ სხეულში ჩაბერა სული ცხოველი და იქმნა ადამი ცოცხალ არსებად. ესე იგი, ორივე სულიც და ხორციც ღმერთის შემოქმედების შედეგია და კურთხეულია ორივე. სხვა საკითხია, როდესაც ადამიანი ცხოველს ემსგავსება, ვნებებით ცხოვრობს, ეს სხვა საკითხებია. მაგრამ როგორც საწყისები ორივე შექმნილია ღვთისგან, სხეულიც და სულიც. არც ერთის უარყოფა ქრისტიანობაში არ ხდება.
აი წარმართობაში, ქრისტეს შობამდე, ფილოსოფიაში იყო ესეთი აზრი, რომ არსებობენ ვიდრე სხეულში ჩასახვამდე სულები, რაღაც ზეციურ ქვეყანაში, სრულყოფილ ქვეყანაში და ამ სულებს ხორცის გარეშე ეწოდებათ ადამიანები. ანუ ადამიანი წარმართული აზრის თანახმად არის არა ხორცისა და სულის ერთობლიობა, არამედ არის მხოლოდ და მხოლოდ სულიერი არსება. დაახლოებით როგორც ანგელოზი, სულიერი არსება. აი ხორცი საიდან ეძლევათ წარმართების თქმით? ეს ყველაფერი პლატონთან არის კავშირში, იმიტომ რომ პირველმა ვინც ასეთი აზრი შემოიტანა, იყო დიდი მოაზროვნე, უდიდესი, თავისი უამრავი დამახინჯებით. მაგრამ ძალიან ბევრი დადებითიც, რა თქმა უნდა, ჰქონდა. და აი პლატონმა შემოიტანა ასეთი ცნება, იდეათა სამყარო, სულების სამყარო და ჩვენი სხეული სხვა არაფერია თუ არა სატუსაღო სულისა. შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების მიზანი წარმართა გაგებით არის გაქცევა სხეულისაგან. აი მაგალითად, სოკრატე როცა კვდება, სოკრატე იყო პლატონის მოძღვარი. სოკრატე როდესაც კვდება, თავის მოწაფეს ასეთ რამეს უბარებს. მე რომ გარდავიცვლები, არ დაგავიწყდეს, ასკლეპიოს შეწირო მამალი. ასკლეპიოსი ვინ არის, რა არის? ასკლეპიოსი იყო წარმართების ღმერთი, მკურნალი ღმერთი, განკურნების ექიმი ღმერთი. და შენ მამალი შეწირე მასო, როდესაც მე გარდავიცვლები. შინაარსი რა არის? რისკენ მიმართავს პლატონის ეს დიალოგი სოკრატეს სიკვდილი აღწერა პლატონმა ფედონში ესეთი დიალოგია. რისკენ მიუთითებს ეს, რომ მე როდესაც გარდავიცვლები, ჩემი სხეულს ხო მივატოვებ, განკურნებული იქნება ჩემი სული, დაცილდება სხეულს, სხეული არაფერი არ არის. თავარი სულია ჩემი. აი როდესაც მოვცილდები, მაშინ განვიკურნები და ამიტომაც შეწირე განკურნების ღმერთს მამალი მსხვერპლი უნდა შეწირო მადლიერების ნიშნად. აი ესეთი აზროვნება იყო წარმართობაში. ხა სხეული საიდან ეძინება ადამიანს? რასაც თუ სული არის მხოლოდ, მაშინ სხეული რაღაც საჭიროა. საიდან გამომდინარეობს სხეული? და ესეთი გადასვლა გააკეთეს ფილოსოფოსებმა, რომ ერთმა სულთაგანმა იქ მყოფებმა, ერთმა რაღაცა ცოდვა დამახინჯება ჩაიდინა და შესაბამისად, რადგანაც თანაბუნებითნი იყვნენ სხვა სულებიც ამ სულისა, მეტნაკლებად ყველა გაისვარა ამ ცოდვაში. აი ყველა რო გაისვარა მეტნაკლებობით, შედეგად ეს სული, ამ ადამიანთა სულები, ცივდებიან, ხურვალები იყვნენ და ცივდებიან და ექმნებათ ამ სიცივის შედეგად, ნუ სიცივე ახლა პირობითი თქმა არის და არა ბუნებითი როგორც არის. ანუ ცივდებიან და შედეგად ეძინებათ სხეულები. და ამ სხეულთა შორის განსხვავებულობა არის ცოდვის შედეგი. და გამოსავალი მონახეს წარმართებმა. პასუხი, როდესაც ეკითხებოდნენ წარმართებს, ორიგენეს შემდგომში და კიდე სხვებს, რომ აი რატო იბადება მაგალითად ადამიანი რომელიღაც დაავადებით, მკელობელი, განრღვეული, ან ბრმაჩშობილი, რატომ არის ასე? ხო ჩვენი პასუხი ქრისტიანების, ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ არ ვიცით. ამაზე პასუხი არ არის. ეკლესიას არ გაუწია ამაზე პასუხი. რატო? ქრისტიანობა არ არის ფილოსოფიური სისტემა. ჩვენ ვამბობთ, რომ ღვთისნება, ღვთისდაშვება კი,
საცხოვნებლად რო არის კი, მაგრამ რატო მაინც და მაინც ამ ადამიანზე ჩვენ არ ვიცით. რატო ერთი ჯანსაღი ულამაზესი გარეგნობისა, არ ვიცით. მეორეა ბრმაჩობილი, რატო არ ვიცით. ეს დაყოფები ჩვენ არ ვიცით, ეს ღვთის ხელთაა. ეს რელიგიური აზროვნების შედეგია, ქრისტიანობა ამას ამბობს. მაგრამ როდესაც ადამიანი არ კმაყოფილდება ამით და უნდა წიაღსვლები გონებრივი, მიდის აი ამ დამახინჯებამდე, რომ რადგანაც სულებმა ჩაიდინეს ზეციურ ქვეყანაში ცოდვები მეტნაკლებობით, აი მეტნაკლებობიდან გამომდინარე ეძინებათ მათ შესაბამისი სხეულები. და პასუხი წარმართების, რომ რატო დაიბადა ეს კაცი ბრმად, პასუხი იქვე იყო. იმიტომ რომ ზეციურ ქვეყანაში ამის სულმა უმეტესი ცოდვა ჩაიდინა და ამიტომაც ეძლევა ისეთი სატუსაღო სულისა, რომელიც არის ძალიან მძიმე. სხეული ზოგადად სატუსაღოა, ლამაზი სხეული, ჯანმრთელი სხეული და მახინჯის სხეული მაინც სატუსაღოა, იმიტომ ხორციელებაა ეს. მაგრამ ამაშიც რომ მეტნაკლებობაა, ეს ნიშნავს უმეტეს ცოდვას ჩადენილ ზეციურ სამყაროში. აი ასე ფიქრობდნენ წარმართი ფილოსოფოსები. მაცხოვარმა ეს ყველაფერი უარყო ერთი სიტყვით. რა თქვა? რომ არც ამან სცოდა, როგორ უნდა შეეცოდა, როდესაც არ არსებობდა ზოგადად. წარმართებისთვის იტყოდნენ, იმიტომ რომ არსებობდა და შეიძინა ცოდვის შედეგად სხეული. მაცხოვარი ამბობს, არ არსებობდა იგი და როგორ უნდა შეეცოდა. შესაბამისად, არც ამან სცოდა და არც ამ მშობელთა ამისთა. ეს მეორე დამახინჯება ახლა. პირველი წარმართული, რაც ვახსენე და მეორე დამახინჯება იყო იუდეველური. იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მამების და პაპების პირადი ცოდვები პასუხისმგებლობითი ნიშნით გადადის შთამომავლებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც მოდებულია ეს სცენი. პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო. ეს იუდეველური გამონათქვამია, ეს არ არის ქრისტიანული გამონათქვამი. და თუთიყუშებივით ქრისტიანი ხალხი, ქართველი ხალხი იმეორებს ამას. თითქოს იყოს კურთხეული გამონათქვამი. ეს გამონათქვამი ჩვენ ბიბლიაში გვხვდება. პაპის ნაჭამმა ტყემალმა, იქ კაწახი არის, მნიშვნელობა არ აქვს. შვილიშვილს მოჭრა კბილები. ეს ბიბლიაში გვხვდება ჩვენ და რატომ მოიფიქრეს ებრაელებმა? ღვთის დასაცინად ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ესენი. როგორი უსამართლოა ღმერთი, როდესაც პიროვნულ ცოდვებს სთხოვ შვილიშვილებს, ან შვილებს, ან შვილთა მნიშვნელობა არ აქვს. აი ამით ეს დიდი თემა არის, ცალკე აღებული ძალიან დიდი თემაა ზოგადად, იქ ბიბლიის ციტატებია მოსაყვანი და შესადარებელია და უდიდესი სალაპარაკო თემაა, მაგრამ ძალიან ზოგადად რო თქვათ, აი დებულების სახით არანაირად არ გადადის მამების შვილები შთამომავლებზე, შვილიშვილზე პასუხისმგებლობითი ნიშნით ვამბობთ. პასუხისმგებლობითი ნიშანი რას ნიშნავს? ჩემი პირადი ცოდვა ჩემ შვილს რომ მოეკითხოს. მაგრამ ჩემი გენეტიკა თუ დაზიანებულია ცოდვის შედეგად. აი ნარკომანის შვილი უმეტესად ავადმყოფი დაიბადება და ის ბავშვი იტანჯება მერე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მამა შენი რომ ნარკომანია, იმიტომ გჯი შენ. იმიტომ რომ გენეტიკა აქვს მამას დარღვეული უკვე. სხეული არა ჯანმრთელი ვერ შობს ჯანმრთელ სხეულს. აი ამ გენეტიკის ხაზით კი, მაგრამ პასუხისმგებლობითი კუთხე სხვა არის. პასუხისმგებლობითი კუთხე არის ის, რომ მამის ცოდვები დიდი თუ პატარა, რომ მოეკითხება უდანაშაულო ბავშვს. ისე რა გამოდის, იცით რომ, მაგრამ ჩემ ჯიში
ჩემი შვილი, ვინც კი ბონდარენკოები იყვნენ ოდითგანვე, რაც კი ჩაგვიდენია ჩვენ შტოს, ჩემი შვილი 12 წლის ანდრია უნდა იყოს ყველაზე ცოდვილი. და თუ ღმერთმა დაიფაროს, წავიდა ღმერთთან. პირდაპირ ჯოჯოხეთის მკვიდრი უნდა იყოს. აი მას ნიშნა, აი ამ დამახინჯებამდე მივდივარ ჩვენ. ეს არ გეგონოთ, რომ ჩემი სიტყვებია, ეს წმინდა მამების სიტყვებია, ოქროპირი ამბობს ამაზე და წმინდა კირილი ალექსანდრიელი განსაკუთრებით და სხვები. აი ეს ორი დამახინჯება. ერთი წარმართული, ელინისტური ფილოსოფოსების დაგმობა, აი ამ აზრის მიხედვით და მეორე ებრაული, ჰურიული, იუდეველური წარმოდგენა თითქოს მამებისგან პიროვნული პასუხისმგებლობითი ნიშნის მიხედვით ცოდვები გადადის შთამომავლობას. არც ერთი სწორი არ არის და ამიტომ მაცხოვარი ამბობს. არც ამასოდა და არც ამ შობელთა მისთა. არამედ რაითა ღმრთის დიდება გამოცხადეს მასზე და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი აქ დასანახი. ხა ამ სახარებაში ეს სიტყვები არ არის, უпростоრად ამ სახარებაში არის, მაგრამ ამ თავში არ არის, ამ ეპიზოდში არ არის. აი წინა კვირას ხო იყო სამარიტელის კვირა და იმის წინ იყო განრღვეულის კვირა, როდესაც ჩვენ ლაპარაკობდით ბითესდაში რომ განკურნა მაცხოვარმა 38 წლის სასაკში კი არა, წლის განმავლობაში იქ რო იწვა კაცი და განკურნა მაცხოვარმა და აი ეს ორი ეპიზოდი არის ურთიერთშემავსებელი შეიძლება ვთქვათ. დაკავშირებული, ეხმიანებიან ერთი მეორეს. რატო? იმიტომ რომ ისიც და ესეც ბრმაჩვეულის განკურნება არის აღსრულებული შაბათ დღეს. და იქაც და აქაც იუდეველების სხრომაა გამოხატული. და მაცხოვარი იქ განრღვეულის განკურნების შემდგომ, რომელიც შეიძლება დღესაც გამოვიყენოთ ეს სიტყვები, ასეთ რამეს ამბობს, რომ როდესაც ებრაელები ეუბნებიან, რომ შენ დაარღვიე შაბათი, უქმი არ შეიძლება, ღილაკზე დაჭერაც კი არ შეიძლება. იმდენად გამკაცრებულია მათი ცნობიერების მიხედვით შაბათი დღე, თვითონ შაბათი დასვენებას ნიშნავს. და არანაირად, ანუ ჩანაფიქრი რა არის, რომ ებრაელი არ უნდა ხარჯავდეს ამ დღეს ენერგიას. აი ეს არის მთელი კიდე რაღაცები, მაგრამ ძირითადად ეს არის. როდესაც შენ ენერგიას ხარჯავ შრომაში, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი შრომა იქნება. მაშინ არღვევ უქმს, შენგან ენერგია გადის. ამიტომ არის კაცრი დასვენება. დღესაც ასია და იმ დროსაც ესე იყო. აი, როდესაც მაცხოვარს ეუბნებიან, რომ შენ ტალახი გააკეთე და სხი ამ კაცს თვალებზე, დაარღვიე შაბათი და კიდე გამკურნე ეს კაცი. ექიმობა არ შეიძლება, მუშაობაა ესეც. ელემენტარული დახმარება კი, მაგრამ ისე რომ შენ განკურნო ვიღაც, ესე არ შეიძლება. უქმის გატეხვა. და აი მაცხოვარი ესეთ რამეს ამბობს. ძალიან საყურადღებო სიტყვებია, რომელიც არღვევს ებრაელთა წარმოდგენას შაბათის შესახებ. მამაი ჩემი მუაქამომდე ქმნის და მეცა ვიქმ. სხვაგვარად რო ვთქვათ, მამაი ჩემი აქამდე შრომობს, ამ დღემდე შრომობსო და მეც ვშრომობ, თანამედროვე ქართულით რო გასაგები იყოს. ეს არის ძალიან საინტერესო სიტყვები. კაცო, როგორ მამაი შენი მუაქამომდე იქმს, რას ქვია? ბიბლიაში ხო წერია, რომ მეშვიდე დღეს ეს დეკალოგში 10 მცნებათა შორის მეოთხე მცნებაა. დაიცავი დღე იგი შაბათი და წმინდა ყავი იგი და ასე შემდეგ. როგორ ღმერთმა არ დაისვენა მეშვიდე დღეს? რას ქვია მამაი შენი, ანუ მამაი ჩემი მუაქამომდე მუშაობსო? აბა დასვენებაო? ძველად თქმაში წერია პირდაპირ, რომ და განისვენა ღმერთმა ყოველთა საქმეთათვისთა. როგორ უნდა გავიგოთ ეს? რას ქვია შენ რო ამბობ, რომ მამაი ჩემი მუაქამომდე იქმს და შესაბამისად მე თანაბუნებითი თუ არ მამისა,
გძე ღმერთი ამბობს, მაშინ მეც ვიქმ, ესე მეც ვშრომობ. აბა დასვენება, ღმერთმა განისვენაო, დაისვენაო, აბა რას ქვია? რას ნიშნავს ეს სიტყვები? და აი საინტერესოა წმინდა ნეტარი ავგუსტინეს განმარტება ამასთან დაკავშირებით, რომელიც ესეთ რამეს ამბობს, რომ ღმერთი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ განისვენა, იმას კი არ ნიშნავს, რომ აღარ ქმნის, არამედ ახალს აღარ ქმნის არაფერს. როგორ გავიგოთ ეს? ესე თურმე ქმნის, მაგრამ ახალს არაფერს. რა გაგებით ახალს არ ქმნის? აი ადამი და ევა. ადამი ღმერთმა არაფრობიდან შექმნა, უпроსორად მიწისაგან და შთაბერა სული. მაგრამ ადამამდე ადამიანი არ არსებობდა. არც სულიც არსებობდა ადამისა. ევა გამოიყო ადამისაგან და გამოძერწა დედაკაცი. პირველი ადამიანები, შეიძლება ვთქვათ, შექმნა არავის ნიმუშად. მსგავსი ეს ადამიანები, სხვა ადამიანებისა ვერ იქნებოდნენ. ღვთის მსგავსნი კი არიან, მაგრამ მსგავსი პროტოტიპი შეიძლება ვთქვათ, არ არსებობდა ამათი. ანუ არაფრობისგან შემოიყვანა ადამიანები. მაგრამ დანარჩენი სულები და დანარჩენი ადამიანები ღვთის ჩარევით იქმნებიან. ახალი ადამიანი რო იშვება, ეს ღვთის ჩარევით ხდება, რა თქმა უნდა. ამ ადამიანებს ხო ღმერთი ქმნის, მაგრამ უკვე ახალს კი არა. ანუ ახალს იმას კი არ ნიშნავს, რომ სული მოყვება ადამიანისა და ხორცი მოყვება როგორც ასეთი. ხორცი კი გენეტიკურია, მაგრამ სული იქნება ახალი. ახალი ნიმუშად უკვე აღებული ადამიანის სულიდან. ესე იგი, სწორად უნდა გავიგოთ, რომ ადამიანის სული კი არ გაყო მრავალ სულად. არამედ უკვე ადამიანის სული და ხორცი რადგან შექმნილია, აი ამის ნიმუშად ქმნის დანარჩენ ადამიანებს ღმერთი. აი ამ გაგებით ამბობს ნეტარი ავგუსტინე, რომ ღმერთი ისვენებს იმ კუთხით, რომ ახალს ბუნებაში აღარაფერს ქმნის. აი ვაშლი შეიქმნა. ხო? ან რაღაც მსხალი. ჯიში კი შეიძლება გამოიყენოს კაცმა და რაღაცა სხვა რაღაცა გამოიყვანოს, სხვა ჯიში გამოიყვანოს, მაგრამ თვითონ მსხალს ახალს კი არ ქმნის. სხვა მსხალი კი აღარ არის. მის ჯიში უკვე შეიძლება განტოტება ხდება. მაგრამ ეს ჯიში შექმნილია უკვე და მის მსგავსად იქმნება ყველა. ვაშლის მსგავსი, ადამიანის მსგავსი. აი ესეთი განმარტება არის ამ სიტყვებზე, რომელიც მაცხოვარმა თქვა, რომ მამაი ჩემი მოაქამობდე ქმნის. ესე იგი შრომობს, ახალი რო იბადება, ის ახალია, მაგრამ უკვე ახალი იმ გაგებით კი როგორც ადამი ახალი იყო. და არავის მსგავსი არ ყოფილა. არამედ მსგავსია, სხვა არის, მაგრამ მსგავსია იმისა. ანუ სხვა ადამიანებს კი არ ქმნის განსხვავებულებს ადამიანისაგან. ანუ იმავე ადამიანებს ბუნებით. მაგრამ რა თქმა უნდა, ინდივიდები სხვა არის. პიროვნებები სხვა არის. ჩვენი პიროვნება, თითოეული ჩვენგანის პიროვნება არის უნიკალური. აი ეს ამას ქმნის ღმერთი. მაგრამ რატო ახალი არ არის? იმიტომ რომ უკვე ის პიროვნება პირველი ადამი შექმნილია მის ანალოგიით ქმნის დანარჩენ პიროვნებებსაც. მისი განშტოტება კი არ არის რაღაც სული ამ პიროვნების გახლეჩა. არამედ არის მისი მსგავსების მიხედვით შექმნა. აი ეს სიტყვები არის ძალიან ხაზგასასმენი, მოკლე გამონათქვამია მაცხოვრისეული, მაგრამ როგორ უარყოფს იმ წარმოდგენას, რომელიც დამკვიდრებულია თუნდაც ჩვენში და მით უმეტეს ებრაელებში დღესაც, რომ მამაი ისვენებს იმ კუთხით, რომ ახალს აღარაფერს ქმნის, მაგრამ
არ ისვენებს იმ კუთხით, რადგანაც იმ მსგავსის ანალოგიით ქმნის დანარჩენ ყველაფერს. ბუნებაში სულ ესია. ერთი და იგივეა ყველაფერი. კი, ჯიშები და ეს ყველაფერი სხვადასხვა, მაგრამ ბუნებაში ახალი რო შეიქმნას ესეთი რამე, რა თქმა უნდა, არ ხდება. ცოცხალზე და ასე შემდეგ რო ვთქვათ. აი ეს სიტყვებია შაბათობასთან დაკავშირებით, წმინდა მამათა განმარტების კუთხით. დააგლოცოთ ღმერთმა, ჯვარი გეწერო და მშვიდობას გისურვებთ. გაიხარეთ.